მე ცოტა ხანს არ ვისაუბრებ, თქვენ უბრალოდ უსმინეთ. დააკვირდით, როგორი მარტივია ეს მუსიკა, მაგრამ როგორი ღრმა, როგორი უბრალო, მაგრამ ამავე დროს როგორი განუმეორებელი, როგორი მუდმივი. ამ მუსიკას ვერაფერს დააკლებს, ვერც დრო, ვერც სივრცე, ის გასაგები იქნება ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის. ნახეთ, როგორ მარტივად აღწევს ეს ნოტები სულის სიღრმემდე. ამ შედევრის ავტორი უკვე გამაყრუებელ სიჩუმეშია დასვენებული. იქ სადაც ვერ აღწევს ვერც ნოტები და ვერც ადამიანის ხმა მიწის ქვეშ. 2 დღის წინ ჰოლანდიაში ჰააგის მთავარი სამრეკლოდან თელმა ქალაქმა მოისმინა ზუსტად ეს მელოდია, ყვითელი ფოთლები. იდეა ჩვენსავე საელჩოს ეკუთვნოდა. სამაგიეროდ ამ დროს აქ გია ყანჩელი ტაშფანდურის მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს და ბოლოს ფეიერვერკიც დააყოლეს. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალება საკმარის საბაბად იმისთვის, რომ თბილისობის საზეიმო ღონისძიებები ერთი კვირით ან თუნდაც ერთი დღით გადაედო. ამიტომ დღესასწაული ჩვეულებრივად გაგრძელდა. ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს კი თბილისობის მონაწილეები ზეიმობდნენ. ჩვენ ხომ არც კი ვიცით, როდის მოვესწრებით კიდევ ასეთი გიგანტის დაბადებას. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა არიან. ხომ ხვდებით, რომ ჩვენი გაჭირვებული დრო ასეთ გენიოსებს უბრალოდ ვეღარ ქმნის. სწორედ ამიტომ მე მჯერა, რომ დიახ, ყანჩელისნაირი შემოქმედის დაკარგვა ქვეყნისთვის ეროვნული ტრაგედიის ტოლფასია და უფრო მეტი პატივის მიგებას იმსახურებს. გია ყანჩელის ადგილსაც ჩემი ხედვით მუსიკაში დიდხანს ვერავინ დაიკავებს, ან შეიძლება ვერც ვერავინ ვერასდროს დაიკავოს. მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის პოსტფაქტუმი მთავარ არხზე. აქ მთავარი ხართ თქვენ.